მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. გავწმინდე კამერტონით სივრცე და ნახოთ რა ინფორმაციას ღებულობთ დღეს ჩვენი ენერგოსაინფორმაციო სივრციდან. აი რა ინფორმაციას ღებულობთ დღეს, რას გვაწვდის დღეს სამყარო, რა ინფორმაციას გვაწვდის დღეს სამყარო. ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი რა ინფორმაციას გვაწვდის დღეს სამყარო და მეორე ვარიანტი რა ინფორმაციას გვაწვდის დღეს სამყარო. აირჩიეთ ერთი ან ორი, ან მოусმინეთ ორივეს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. აი ეს. უცებ ჩქარა, არ უნდა ბევრი ფიქრი, პირველი ვარიანტი რა ინფორმაცია მოდის. თქვენ გულგაცრუებასთან დაკავშირებით ადამიანზე ვისგანაც გქონდათ სიყვარულში პირადში გულგაცრუება, ანუ ამოტრიალებული ამოვიდა, მე საერთოდ ამოტრიალებულ კარტებს არ უყურებ, მაგრამ როცა უარყოფითი კარტი ამოდის ამოტრიალებულად, ეს ანუ კარგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დარტყმა, რაც გაიარეთ, ის გულგაცრუება ამოტრიალდება, ანუ შემოbrunდება უკეთესობისკენ და ერთ კარტს დავამატებ კიდე დაზუსტებისთვის, კი ბატონო. გიდარდიათ ძალიან, ეს არის წარსული სიყვარული. იყო რა თქმა უნდა დაშორებაც, იყო დანგრევაც, იყო ცეცხლიც, კონფლიქტიც, მაგრამ გამოდიხართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გიჭირთ ახლა, ესეთი ინფორმაცია მოდის, უკვე იყურებით მომავლისკენ და სამყარო დაგასაჩუქრებთ, კომპენსაცია იქნება რაღაცა მატერიალური, ან საჩუქარი, ან რა ვიცი, ფულადი რაღაც გზავნილი, ან რაღაცა კარგი დასაჩუქრება იქნება სამყაროსგან, იმ დარდზე, იმ სიტუაციაზე, რაზეც გიფიქრიეთ. გადავედი მეორე ვარიანტზე, რა ინფორმაციას გვაწვდის სამყარო. დღეს მოდის მამაკაცი, შემართებული, ესეთი აქტიური თქვენთან, იმიტომ რომ აქვს რაღაცა გულის ფიქრები, დარდები თქვენზე და აქვს ნება. მეორე ვარიანტს გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც არც თქვენ ხართ გულგრილი, არც ის მოვა, იმიტომ რომ იზრუნოთ, მოვა, იმიტომ რომ აკლია სითბო, მოვა, იმიტომ რომ თუნდაც გულახდილად გაგესაუბროთ, რაღაცეებს გაგანდობთ, იქნება ეს საუბარი, ან მესიჯობანა, ან რაღაც დაკონტაქტება და თქვენ, როგორც მზრუნველი, იმპერატრიცა ამ შემთხვევაში ძალიან კარგ როლს შეასრულებთ. თუმცა რაღაც ვარიანტი არის, რომ შეიძლება თქვენ თავზეც აიღოთ, ანუ რომ მოусმინოთ დღეს ადამიანს მის პრობლემებზე, ფსიქოლოგი უნდა იყო, ხო? აი ესეთი სიტუაციაა დღეს. დროებით.